გორში 26 მაისის საზეიმო ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით ეწყობა. დილიდან გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, მოეწყობა მობილური იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრის ამზომველების, ავტომობილების და სამუშაო აღჭურვილობის, ასევე მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენაც. ნინო ფისაძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. დიახ, ქვეყანამ მთავარ დღესასწაულს აღნიშნავს გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. გორში საზეიმო ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს. იქ, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, დილიდან წარმოდგენილია თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული ტექნიკა, როგორც ქართული, ასევე უცხოური წარმოების შეიარაღება და აღჭურვილობა. ეს განსაკუთრებული ინტერესი იწვევს აქ მოსული პატარების. ადგილზე იმყოფებიან ინსტრუქტორები, რომლებიც ყველა მონაცემს ტექნიკის დამთვალიერებელს აცნობენ. მთავარი მასპინძელი დღევანდელი დღის გორში არის იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად, უწყების ყველა სტრუქტურა წარმოდგენილია სხვადასხვა თემატური საგამოფენო სივრცეებით. აქ თქვენ შეგიძლიათ დღეს დღევანდელი დღის სამახსოვროდ მიიღოთ იმიტირებული პასპორტი, გაიაროთ საპასპორტო სივრცე, შეავსოთ მონაცემები, ადგილზე გადაიღოთ ფოტო და ამის შემდეგ უკვე გადმოგეცემათ 26 მაისის ლოგოთი იმიტირებული პასპორტი. ადგილზე ასევე არის სივრცე დათმობილი გორის ისტორიისთვის და აქ შეგიძლიათ ნახოთ ცნობები, ცნობილი ადამიანების შესახებ შიდა ქართლიდან. პენიტენციური სისტემაა წარმოდგენილი რამდენიმე საგამოფენო სივრცეთი, მათ აქვთ ტექნიკა და აღჭურვილობა აქ გამოფენილი და ასევე მსჯავრდებულთა მიერ ხელით შესრულებული ნამუშევრების დათვალიერება და ყიდვა შეგეძლებათ. სრულიად საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე თითეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა, განსაკუთრებით ჩვენთვის, სამხედროებისთვის. 26 მაისი ჩვენი გამარჯვების დღეა, ერთიანობისა და საერთო სახალხო ზეიმის დღე. დღეს აქ წარმოდგენილია თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშან ტექნიკა, არტილერია, კავშირგამოლობა და საინჟინრო საშუალებები, ჯარისკაცის ინდივიდუალური აღჭურვილობა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ხედავ აქ ოჯახებს, შვილებით, რომ გვაქვს შესაძლებლობა მომავალი თაობა და ვაინტერესოთ სამხედრო საქმით და ქართული ჯარის შევაყვაროთ. ბავშვი გამოვასეირნე, რა ვიცი, ძალიან დიდი სიხარულია და ყველასთვის ალბათ ძალიან საამაყოა დღევანდელი დღე. ძალიან ამაყი დავდივარ და ბედნიერი, რომ აი ესეთი რაღაცებს ვაჩვენებ, აი ამ პატარა თაობას. ზის ბედნიერი, უნდა რომ კარი დაუხურო, მაგრამ კარის დახურვა არ შეიძლება. ულოცავ ყველას დამოუკიდებლობის დღეს, მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ეს საქართველოსთვის და ყველა ოჯახისთვის. ყველას ულოცავ წარმოგვიდგება ბედნიერები ვართ თავად ოჯახებთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენ კარგად გავიაზროთ, რომ ეს დამოუკიდებლობა ეს არის კონკრეტული შედეგი ერთი მხრივ, თუმცა მეორე მხრივ არის პროცესი თავისუფლებისთვის ბრძოლის და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროს აქვს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი. იგი ასოცირდება, რა თქმა უნდა, 26 წლის 26 მაისთან, 1918 წლის 26 მაისთან დამოუკიდებლობის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტთან. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს 17 საათსა და 10 წუთზე 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ერთდროულად შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. გორში სახელმწიფო ჰიმნს სულხან ცინცაძის სახელობის გოგონათა გუნდი შეასრულებს. მადლობა, ნინო ფისაძე იყო პირდაპირ ეთერში.